გიყვებით არასწორი პროექტის გამო გაჭიანურებულ და მილხიდიდან ხიდად გადაქცეულ პროექტის შესახებ, რომელმაც 2 წელზე მეტია 5 სოფლის დამაკავშირებელი გზა ჩაკეტა. ახალციხელებს სასაფლაოზე მისვლა შემოვლითი გზით უწევთ. პრობლემის შესახებ ჩვენმა რედაქციამ 2021 წელს დაიწყო მუშაობა. ტენდერი 2023 წელს გამოცხადდა, თუმცა უკვე 2025 წელია. ტერიტორია კი ასე გამოიყურება. როდის დასრულდება ხიდის მოწყობა? მოსახლეობის თხოვნით საკითხს კიდევ ერთხელ დაუბრუნდით. რა ასფალტი ხალხო? სასაფლაოსთან მისასვლელი ხიდი არ არის, არ დაადგა საშველი. თუ არ ვწდები, უკვე მესამე წელია ეს მდგომარეობა. ამ გზის შემხედვარეს მგონია, რომ ახალციხეში საერთოდ არაფერი კეთდება. ეს დიალოგი ჩვენს მიერ რაბათის დასახლებაში დაზიანებული საავტომობილო გზების შესახებ მომზადებულ სიუჟეტის კომენტარებში წარიმართა. მოსახლეობა უკვე 10 წელზე მეტია ამ ტერიტორიაზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის და საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგებას ითხოვს. ხოლო 2 წელზე მეტია ელოდებიან, როდის დამთავრდება ხიდის მშენებლობა. რა ხდება ახლა? ჩვენი გადამღები ჯგუფი დღეს 4 თებერვალს ადგილზე იმყოფებოდა. სამუშაოებს დროის მიხედვით ხან ქართული ოცნებისთვის, ხან კი ნაციონალური მოძრაობისთვის ფინანსური მხარდამჭერი კომპანია შპს არალი აწარმოებს. ახალციხის მერიამ კომპანიას ხელშეკრულება ტენდერის საფუძველზე გასული წლის 14 ოქტომბერს 1,200,000-ზე მეტ ლარზე გაუფორმა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით მერიამ კომპანიას დაახლოებით 9 მილიონი ლარი უკვე გადაუხადა. აქედან 120,000 ლარი ავანსს შეადგენს, დანარჩენი გაწეული სამუშაოს ანაზღაურებაა. შპს არალს სამუშაოების შესრულების ვადა 2 აპრილამდე აქვს. ახალციხის მერიამ თავდაპირველად ტენდერი მილხიდის მოწყობის მიზნით 431,000 ლარზე 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი მაშინაც შპს არალმა მიიღო და წესით სამუშაოები 2023 წლის 29 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებაში ჯამში 7 ცვლილება შევიდა, მე-7 ცვლილება ხელშეკრულების შეწყვეტას ეხებოდა. როგორც მაშინ მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა გვითხრა, სამუშაოების დაწყების დროს მილხიდის ქვეშ კიდევ ახალი ხიდი აღმოჩნდა, რომელიც პროექტით გათვალისწინებული არ იყო, რამაც ხელშეკრულების შეწყვეტა და მილხიდის ნაცვლად ხიდის მოწყობის საჭიროება გამოიწვია. 5 სოფელთან დამაკავშირებელი 8 მეტრიანი მილხიდის და შემდგომ ხიდის მოწყობის პროცესი მესამე წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში მერიამ 2 სხვადასხვა ტენდერი გამოაცხადა და მერიამ 600,000-მდე ლარი უკვე დახარჯა. ამ დროის განმავლობაში პროცესში მხოლოდ მერია და ერთი ქართული ოცნების შემწირველი კომპანია მონაწილეობს.